სამოქალაქო საზოგადოება მინისტრობის კანდიდატის წინააღმდეგ მიმართვას ხელს აწერს თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მინისტრების შერჩევისას. კრიტიკის ობიექტი გახდა დავით არახველიძე, რომელმაც ამბროლაურში ნაციონალებთან არჩევნები წააგო. თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს თავისი გამონათქვამებით გამოიჩინა. არასამთავრობო სექტორი ლტოლთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატ სიძულვილის ენაში და რასისტულ გამონათქვამებში ადანაშაულებს. გაითვალისწინებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას და გახდება თუ არა მინისტრობის კანდიდატი მინისტრი. სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია დღეს 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადების გავრცელებით გაგრძელდა. მესამე სექტორმა ქართულ ოცნებას რეკომენდაციით მიმართა გადახედოს ლტოლთა და განსახლების მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას. დავით არახველიძისადმი არასამთავრობოებს პრეტენზია რასისტული გამონათქვამებისა და ჟურნალისტთან აგრესიული საუბრის გამო აქვთ. თქვენ აქ ყოფრის უფლება გააქვთ? როგორ არა მაქვს, აბა რა მაქვს. წარმომადგენელიც ბრძანდებით მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად. წადი ახლა თუ არა იმას გადაგიგნებ იმაში. გადაგამდე ხარ წერა ხო მაქვს? წარმომიდგინეთ როგორ. შენ ვინახარ რომ წარმოგიდგინე მოგაზრო მაგთან გადავახდები. თბილისში ნებისმიერი ზანგი მოქალაქეა ვინ შეხვდება. ინდოელი და ჩინელი და სუპერ. არატოლერანტობა ესე ვთქვა დაიყვანა ყველაზე შესაძლებელ ვთქვა წერტილამდე. რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა მიუღებელია. აგრეთვე არის ის მიუღებელი რომ ჟურნალისტებს ექცევოდა ძალიან უხეშ ფორმებში და ვფიქრობთ რომ ესეთი ტიპის ადამიანებს არ უნდა კონდეს ადგილი ახალ მთავრობაში. დავით არახველიძე საკუთარი გამონათქვამების გამო ბოდიშს იხდის და მზად არის მიმართვის ხელმომწერ ორგანიზაციებს შეხვდეს. არანაირი არც რასისტული და არც ქსენოფობიური არც აქამდე არ მქონია და არც აწი არ მექნება. ეხლა საარჩევნო კამპანია რთული კამპანიაა, ბოლომდე გაუძელი, თუმცა გარკვეული დანაკლისებით, რაც მისთვისაც მიწევს პასუხისგება. ზუსტად ის დღე, როდესაც მე შეცდომა მომივიდა და ვერ გავაკონტროლე საკუთარი მოქმედება, არის არჩევნების დღე, როდესაც კიდევ ერთხელ ის მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ თქვენ აქ რომ დგახართ, გაქვთ თუ არა დგომის უფლება. მე ვპასუხო, რომ დიახ, მაქვს, წარმომიდგინეთ უფლება მეუბნება. და მაშინ მე ცოტა გაღიზიანებულმა უპასუხე ის რაც უპასუხე. ვისთვისასაც ბოდიშს ვიხდი ასევე. მინისტრობის კანდიდატის მიერ ბოდიშის მოხდას დადებითად აფასებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში. თუმცა ეკაგი გაური მეცხრეართან განმარტავს თუ როგორი იქნება მესამე სექტორის პოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. მომავალში დავაკვირდებით ამ პიროვნების საქმიანობას და ყოველ თუ კი ესეთი შეცდომა კიდევ ერთხელ იქნება დაშვებული, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შევახსენებთ ქართულ ოცნებას, რომ თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობდნენ ამ პრობლემების შესახებ და ეს პრობლემები არ იქნა აღმოფხვრილი. რა თქმა უნდა, ხო ჩვენ რეკომენდაციებზე მეც უკვე ვეღარაფერს ვეღარ გავაკეთებ. კოალიციაში არასამთავრობოთა განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. შესაბამისად უცნობია მოხდება თუ არა მორიგი ცვლილება ბიძინა ივანიშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში.